მოლაპარაკებების სახეში რუსული წესით მუშტების მოქნების ნაცვლად. ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით მინსკს არანაირად არ სურს უკრაინელების წინააღმდეგ ომში ჩართვა, რადგან მიწაც ყოფნის ეკონომიკას და პრობლემებიც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახლო წარსულში შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლებს და განუცხადა მინსკის გეგმები რუსეთ-უკრაინას შორის ომში მშვიდობის ყოფილის როლის შესრულებასთან დაკავშირებით. ახლახან აქ მყოფ ზელენსკის წარმომადგენლებს ვუთხარი, თუ ზელენსკი ფიქრობს, რომ ჩვენთან ასე საუბარი და ჩვენი ომში ჩათრევა შეიძლება, უნდა ესმოდეს, რომ მაშინ ომის ხარისხი მყისიერად შეიცვლება. ეს სულ სხვანაირი ომი იქნება. მეგობრებო, მოდით მოვილაპარაკოთ. ჩვენ გვჭირდება არსებითი შეთანხმება, არ არის საჭირო მტრის აწევა, არ არის საჭირო ყვირილი, არ არის საჭირო სახეში რუსული წესით მუშტის მოქნება. უბრალოდ ადამიანურად მოვიქცეთ. ომში ჩართვა ჩვენ არ გვჭირდება. რუსეთის პრეზიდენტთან ეს საკითხი 1000-ჯერ გვაქვს განხილული. როგორ ვიომოთ უკრაინელების წინააღმდეგ თუ იქითა მხრიდან ძირითადად ტერიტორიული ჯარები არიან განლაგებული. რა ვესროლოთ მექანიზატორებს, მერძევებს და მუშებს, რომლებსაც არ სურთ ბელარუსთან ბრძოლა? არც ჩვენ არ გვინდა ბრძოლა უკრაინელების წინააღმდეგ. ამას გარდა ჩვენი პოზიცია ისაა, რომ ვართ მშვიდობის მოყვარენი, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში რუსეთის მხარ და მხარ ვიდგებით. სხვანაირად ვერც იქნება. წარმოდგენაც კი არ გვინდა რა იქნება თუ დასავლეთი კვლავ აქ შემოძრება და გაიმარჯვებს. საერთოდ არ ვამბობ უკრაინაზე, ისინი რა შუაში არიან. ძალიან კარგად გვესმის, ვის ვეომებით დღეს. სურთ მშვიდობა? მაშ არსებითი შეთანხმების საფუძველზე მოვილაპარაკოთ. ჩვენ ომი არ გვჭირდება, მიწებიც ყოფნის, ეკონომიკაც და პრობლემებიც. ამიტომ არანაირი კონფრონტაცია არ გვჭირდება. ომთან დაკავშირებით ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას საჯაროდ მოუწოდა უკრაინის საზღვრის გასწვრივ ჰომერისა და ბრესტის ოლქში განლაგებული 4 რეტრანსლატორი სადგური მოეხსნა. კიევის თანახმად ისინი გამოიყენებოდა რუსული დრონებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, რის შედეგადაც უკრაინულ ქალაქებს დარტყმები უფრო ზუსტი და დამანგრეველი იყო. 25 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეციალური მოწყობილობები გათიშულია, თუმცა უცნობია მოიხსნა თუ არა ისინი. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ რეტრანსლატორების შესახებ მოსკოვში ინფორმაცია არ აქვს და საკითხით დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ კითხვებით შესაბამის უწყებებს მიმართონ. Что касается ретрансляторов, я не располагаю. რაც შეეხება რეტრანსლატორებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მათთან დაკავშირებული საკითხი შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. ვფიქრობ, ამ თემაზე კითხვების მიმართვა სწორი იქნება კიევში ზელენსკისადმი ან მინსკში. იქ გიპასუხებენ. რაც შეეხება გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, ისინი საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს სამოკავშირეო სახელმწიფო ბელარუსთან ერთობლივი პროექტების მთელი სია, რაც დღის წესრიგშია. ბელარუსთან ინტეგრაციის განვითარებული ფორმა გვაქვს და ბელარუსი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა. Продолжается, и Беларусь является нашим ближайшим союзником. მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოსკოვი მზად არის შეასრულოს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და სამხედრო გზითაც დაიცვას ბელარუსი იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. ამავდროულად უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების ბრძანებით 1 ივლისიდან გამოცხადდა იმ დაახლოებით 1000 სამოქალაქო პირის სავალდებულო ევაკუაცია, რომელიც რუსეთ-ბელარუსის მოსაზღვრე ჩერნიჰივის ოლქში ამ დრომდე რჩება.